გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ლუბლიანაში, სლოვენიის დედაქალაქში და ძალიან ესე მოულოდნელად გადავწყვიტე ვისკის ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად არ მქონდა თუ და ვერ წარმოვიდგენდი თუ სლოვენიას თავისი ვისკი და მით უმეტეს თავისი ვისკის დისტილერია ექნებოდა. თუმცა დავუგუგლე ცოტა გვიან, უკვე აქ რო ვიყავი და აღმოჩნდა რომ აქვს. ამიტომ აი ესე მოულოდნელად დავუგეგმავად გადავწყვიტე წავიდე ამ დისტილერიაში ახლა და ვნახო რა არის და მოგიყვეთ მის შესახებ. Distilleria's ქვია Broken Bones, ანუ დამტრეული ძვლების დისტილერია. და წავედით, იქნებ ტურიც იყოს, ან ნახოთ საერთოდ რა არის, რა ტიპის ვისკის აწარმოებენ და მოკლედ ახლა მოგიყვებით მის შესახებ ყველაფერს. წავედით. მოვედით დისტილერიაში, ერთადერთი ვისკის დისტილერია ლუბლიანაში, Broken Bones Distillery, ანუ დამტრეული ძვლების დისტილერია. საოჯახო ბიზნესია, სამი ნათესავის ხელში არის ბიზნესი, ორი ბიჭია და ერთი გოგო. და რატო ქვია Broken Bones, იმიტომ რომ პირველ კასრზე როცა მუშაობდნენ ეს ორი ბიჭი, ნათესავები თურმე, კასრების სადღაც სიმაღლეზე დადების დროს გადმოვარდნილან და ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ ცხვირი გაიტეხა და დაარქვეს დისტილერიას გატეხილი ძვლები, ამიტომ და ესე არის ასეთი ორიგინალური სახელი აქვს, Broken Bones. აწარმოებენ როგორც ვიცი, ვისკის გარდა ჯინს, როგორც ვისკის გარდა ჯინს კი არა, ძირითადად ჯინზე და ბრენდიზე, სლივოვიცა, საკაური, ტრადიციული ქლიავის ლიქიორი, არაყი და ეს რაღაცებს აწარმოებენ ძირითადად და ბოლო წლებში გადავიდნენ უკვე ვისკიზეც. როგორც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, single malt-საც აწარმოებენ თავისას, მთლიანად თავის ნაწარმოებული single malt-ი, მე მგონი ტორფირებულიც აქვს, რომ ნახოთ ახლა რა ვარიაციები აქვს, რამდენი სახეობა აქვს და ასე შემდეგ. ეს არის დისტილერია. საკმაოდ შორს არის ქალაქის ცენტრიდან, თითქმის გარეთ ქალაქის გარეთ არის, ძალიან ბევრი, ეს 4 კილომეტრი ვიარეთ, მოკლედ რა მოვსულიყავით. ესე გამოიყურება შესასვლელი Broken Bones Distillery. და მოდი შევიდეთ და ვნახოთ შიგნით ახლა რა ხდება და ვინ დაგხვდება. და არის თუ არა ტური თუ იქნება აუსულად ავიღებ. შემოვიდეთ მოკლედ დისტილერიაში და მოდით ახლა შევიდეთ. სამწუხაროდ შემოსვლის დროს ველაპარაკე ერთ-ერთ მფლობელს დისტილერიის და სამწუხაროდ ველაპარაკე და სამწუხარო ინფორმაცია მომცა რომ მხოლოდ პარასკევ დღეს არის 4 შაბათი და პარასკევით აქვს მხოლოდ ეს მთლიანი დისტილერიის ტური და არ არის ის ადამიანი დღეს აქ ვინც ერკვევა იმ დონეზე რომ კასრებთან შეგვიყვანოს ასოებში გვაჩვენოს აგვიხსნას რა არის როგორ არის და მოკლედ ტური არ არის რა ერთი ადამიანისთვის სხვა ვერ დაუზახებენ ალბათ რა ვიცი. ესეთი დისტილერია არის, პატარა საოჯახო დისტილერია, აქეთ არის ესეთი მაღაზია. აწარმოებენ ჯინსაც, აწარმოებენ რომს, არაყს და ვისკის წარმოება სულ ახლახანს დაიწყეს. აი ეს არის მაგალითად რომის კასრში დაზოლებული, თავისივე რომის კასრში დაზოლებული ვისკი და იქით აქვს სამი სახეობის ვისკი, ეს არის ბლენდი, რომელშიც 30% არის დაახლოებით თავისი ვისკი და დანარჩენი 70% არის შოტლანდიიდან ჩამოტანილი single grain-ები, რომელიც თვითონაც არიციან, იმიტომ რომ წინასწარ ყიდულობენ უკვე გაბლენდილს. და ორი ორივე single malt არის მთლიანად თავისი, ერთი არის მხოლოდ 20% ტორფირებული, 46 გრადუსი და მეორე არის ასევე 46 გრადუსი, ოღონდ მთლიანად ტორფირებული და რაც თავარია, ex Lafroig's კასრში არის დაძველებული, როგორც მითხრეს. აქეთ არის, ეს არის პირველი ფოცტილი, საოჯახო ფოცტილი პატარა, რომელიც თვითონ ააწყეს, იასვარგეს და რაღაცები და პირველი სპირტი ამაში გამოხადეს. უკან უკვე ხედავთ ახალ ფოცტილს, რომელსაც უკვე ეს თანამედროვე ვისკები იწარმოება. და აქეთ აქვს ბარი, სადაც წარმოუდგენელია ყველაფერი, რასაც აწარმოებენ და აკეთებენ სხვადასხვა ტიპის კოქტეილებს, ვისკის დეგუსტაციები აქვს და ასე შემდეგ და აი ესეთი ტიპის საოჯახო პატარა დისტილერია არის მოკლედ და ეს არის ახლა მაღაზიაში რაღაცასაც შევიძენ ალბათ დავათვალიერებ რები აქვს, მაგრამ ჯერ დავაგემოვნებ ვისკის, როგორც ვიცი თვითონ ერთ-ერთი მფლობელი, ვინც არის დისტილერიის მასთან ერთად მექნება ჩაწერა და გავესაუბრები, მოგვიყვება თვითონ დისტილერიის შესახებ და შემდეგ უკვე ნახოთ რა და როგორ წარიმართება. აბა ვნახოთ, წავედით. So what we have here is one blended whiskey, and then we have 3 whiskeys single malt. If we are talking about what Broken Bones stands for, it's these two. So the 2 single malts. This one is the non-peated one, and this one is the peated one.
the whole story of Broken Bones Distillery started because my husband and his cousin wanted to have whiskey. So 5 years of development in our basement. They made all the equipment by themselves. So this still behind Anna is handmade. On this one, the small one, is handmade in our basement, and they experimented on it. And so in 5 years they learned how to make new make, which wood to use. So in 2020 we had our first whiskey. What we are doing is a new world style of whiskey, so they are pretty young. Because we also had a very small still, so we didn't have the big quantity. So basically when they're about 3 to 4 years old, we bottle them. The special thing about this is that we have a long fermentation period, combination of Slovenian yeast and some wine yeast. Then we are aging it first in new Slovenian oak barrels. Slovenian oak, Quercus Petrea. So those barrels are made for us. And before we put the first time the new make in it, we put in wine spirit. So after now it's about 3 to 6 months in the new Slovenian oak, we get the level of tannins that we like, fruity and floral flavors. And after that period, we transfer spirit into used bourbon barrels. So then we age it for as long as we need. So we do the finish at the beginning. Yeah, I see. And with the used bourbon barrels, we get vanilla and sweetness and everything that's there. The difference between the two is that in the non-peated one, we also have some peated malt, but it's only 20%, while in the peated one, it's 100% peated malt. And the second difference is that the bourbon barrels that we are using for this one is any kind of bourbon barrel, but for the peated one, we use Laphroaig bourbon barrels. Oh, nice. So yeah, Islay whiskies are sort of the direction they wanted to go, but with meticulous cuts, we are making a little bit more pleasantly peated whiskey. So it's not as strongly peated as Islay whiskies. They're both bottled at 46%, so we don't chill filter them. And both of them come also in cask strength, which is about 57 to 60% at the moment. These two whiskies are also included in the Whiskey Bible. So the peated cask strength is currently the best continental European whiskey and 6th in the world. And the non-peated, 46%, so this one got 97 points and the non-peated got 96 points. So they also won some other awards, but this is the most important at the moment is this one. Because we had such a small still, we couldn't have more of there was no way to make more. So we were making about 10 barrels per year. Now with the new equipment, we can make 1 barrel per week. So in order to have more whiskey, the only way to make it was to blend it. So we've decided to create a special line, which is called Roberto Grande, which is a little bit lighter, a little bit like hip, and so it's not as serious. So this one has 1/3 of our non-peated whiskey and 2/3 of Scottish grain whiskey. Okay. And it comes at about 41%. So it's filtered and it's like a nice whiskey if you don't want to think about it too much, but you just want to have really nice, good whiskey, then that's the one. And what we have here is something that we launched last week. So this is a special whiskey that we've made in Slovenia. There is in Slovenia a very known comedian, and she and a person from a bank
decided they wanted to have their whiskey. So they, instead of just buying something, they came to us and they said, okay, let's have something that is different from yours. So let's create something that's a little bit special. And we've created a whiskey that was aged in, so we are also making now and then rum. So we put rum in the barrel. So this one was aged in the barrel where rum used to be before. Okay. So we have rum finish whiskey. It's our single malt, non-peated version that we have then aged also in the rum. So finish it's same this one, but finished in the rum. Rum barrels, yeah. So that's this is what we have at the moment. Okay, I have a few questions. Yeah. So this one is a fully peated one. Where did you get the peat? Is it not Scotland? No, it's Scotland. So there is a moss. If you look out around Ljubljana, there is a lot of moss, but it's protected. Okay. So we cannot touch it. And in Slovenia, we don't have any malting facilities. So the peated malt comes from Scotland. The non-peated is usually from Belgium. Oh, okay. And what about barley? Do you have local barley or you buy somewhere, right? Yeah, it's as I said, Scottish or Belgium. Yeah. Yeah. Okay. Yeah. Interesting. And if it's not a secret, which Scottish grain whiskies are blended together with your whiskey? We get an IBC, a big 1,000 liters. It's not disclosed which distillery it is, but we have checked quite a few samples before we found the right one that matched basically our flavor notes and everything. So I can't tell you which distillery it is. I see. Thank you very much. Thank you. ეს არის ბლენდი, 25-30%-ია თავისი ვისკი და დანარჩენი შოტლანდიური გრეინები. ეს არის 41 გრადუსი, ეს არის 46 გრადუსი და მთლიანად თავისი single malt-ი 20% დაახლოებით არის შებოლილი, ტორფირებული, ეს არის მთლიანად ტორფირებული და ex Laphroaig's კასრი, ასევე თავისი single malt-ი მთლიანად და 46 გრადუსი და ეს არის იგივე ეს ბოთლი ოღონდ დაფინიშებული არის რომის კასრში, რომელსაც ასევე თვითონ უკეთებენ დისტილაციას და თვითონ უშვებენ რომსაც და ჯინსაც და კიდე სხვადასხვა სასმელებს და რომის კასრშია ეს მოკლედ. მოკლედ რომ შევაფასოთ, სლოვენია, ლუბლიანა და ეს ვისკის დისტილერია, თვითონ ვისკი იყო ძალიან კარგი. მომეწონა, დისტილერია კი ნახეთ ძალიან პატარა, ოჯახური, ვიწრო წრეში გაკეთებული დისტილერია იყო. თუმცა ვისკი იყო მართლა ძალიან გემრიელი, თუნდაც ყველაზე იაფიანი ბლენდი რაც ჰქონდათ, ის ბლენდიც ძალიან საინტერესო იყო და ჩვენთან რო არის მიღებული ეს ბიუჯეტური სახელით არ დავასახელებ ბლენდები, იმათზე გაცილებით საინტერესო იყო. ტორფირებული ვარიანტიც და რომის კასრიც მართლა ძალიან კაი ვისკი იყო, ბრმა დეგუსტაციაზე ვერც მივხვდებოდი, რომ შოტლანდიური არ იყო და სლოვენიური ვისკი იყო. რაც შეეხება თვითონ სლოვენიას და ლუბლიანას, ცოტა უცნაური ქალაქია ლუბლიანა, იმიტომ რომ საერთოდ ვისკი ვერ ვნახე ვერც მაღაზიებში, ვერც ბარებში, ვერსად. ანუ არ უყვართ ეს ვისკი თუ არის, არ ვსვამენ. აი ყველაზე კარგ შემთხვევაში ჯემისონები და რედ ლეიბლი და ესეთ რაღაცეები თუ იდებოდა მაღაზიაში და 5 ვარსკვლავიან სასტუმროს რო ჩავუვარე, იქიდო ტალისკერი და ნუ აი ეს იყო რაღაცა ბომბა, რომ აი ტალისკერი უდევთ რა. ხო და სხვა არაფერი, აი ესეთი სლოვენიური, სლოვაკური და სერბული და ესეთი სასმელები რაც სლივოვიცა, ქლიავის არაყი და ესეთ რაღაცები, აი ძირითადად ეგენი არის და რაღაც თაფლის ბრენდი და ესეთ რაღაცები. თვითონ ვისკი მოკლედ აქ არ არის ეს ყოველ მიღებული სასმელი და არც სვამენ და არც ყიდიან და მოკლედ არ არის რა. ვისკის ამბები აქ არ არის და ძალიან გამიკვირდა რომ ვისკის დისტილერია აქვთ საერთოდ და ესეთ კარგ ვისკის აწარმოებენ თან. ეს არის მოკლედ სლოვენიაში რაღაცა ვისკის ტურზე ნუ ჩამოხვალთ, თუმცა ძალიან საინტერესო დისტილერია აქვთ. თუ მოხვდით, შეიარეთ დისტილერიაში პარასკევობით, იმიტომ რომ პარასკევობით ტურიც აქვთ. ისე ტურში ვერ მოხვდებით და კარგ დეგუსტაციასაც ჩაგიტარებენ და ალბათ საინტერესო ტურიც ექნებათ, რომელშიც ვერ მოხვდით, თუმცა კარგი იქნებოდა, ალბათ საინტერესო იქნებოდა რომ მოხვდრილიყო. აბა შემდეგ ქვეყნამდე და შემდეგ დისტილერიამდე.